მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და მივესალმები ყველას, ვინც მოისმენს ამას, ამ აუდიო ჩანაწერს. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ქართველო მკითხველო, მე ერთი რამ მინდა გითხრათ და არ მინდა, იცით, სულ რაღაცა პრეტენზიული ტონით გელაპარაკოთ ამ საკითხებზე, იმიტომ რომ არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება დავტოვო, ესე იგი, თავმდაბალმა კაცმა, თვითონ რომელიც ცხოვრებით თავმდაბალი ადამიანი ვარ, რომ რაღაცას ვინმეს ვამადლი, მაგრამ მე გთხოვეთ არა ერთხელ, იცით, თუ მე ხედავ რომ 300-მა და 400-მა კაცმა მოისმინა და 10-მა მოიწონა, იმ 10 კაცს ბოლო-ბოლო ამ წიგნებს გამოგიგზავნით და რაღაც მაწვალებთ, კაცო, თუ იმ 390-მა ადამიანმა, ესე იგი, ფაქტიურად არ მოიწონეს და იმ ღილაკს არ დააჭირეს ხელი იმისათვის, რომ ესე იგი მე მომცენ სტიმული იმისათვის, რომ ვიღაცას არაფერში არ ამჭირდება ის ლაიქები და მაიქები, კაცო, მე ადრე თუ გვიან, შეიძლება რამდენიმე თვეში თუ კი სპონსორი გამოჩნდება, ეს საერთოდ აღარ დამჭირდეს და წიგნების დაბეჭდას მივყო ხელი და ისე გავავრცელო ადამიანებში ეს წიგნები. ჩემთვის ეს ძალიან ძნელად შესასრულებელი საქმეა. თქვენ არ გეგონოთ, რომ ჩემთვის ეს იოლია. ალბათ მატყობთ, რომ მე ემოცია მეძალება, ბოდის გიხდით ამაზე, მაგრამ ეს ხო ჩემი შექმნილი ნაწარმოებია, არაერთხელ ვთქვი და მე არ შემიძლია უემოციოთ ამის საკითხვა, ისევე როგორც უემოციოთ არ შემიქმნია მე იმ ნოდარ დუმბაძეს თქმის არ იყოს, კიდევ და კიდევ მოიშველიებ ბატონი ნოდარის ამ სიტყვებს. და ეხლა ბოლოს და ბოლოს, ესე იგი 400 კაცი რო წაიკითხავს და 10 კაცი მოიწონებს და 12, ესე იგი მე 12 კაცს ვესაუბრები. აგერ იმ თვეში, მომდევნო თვეში რაღაცა, რა ვიცი, გამოჩნდა ერთი კაცი, შეიძლება დავბეჭდო კიდეც, რა ვიცი, კი არავინ არ გამოიღო იმის შემდეგ, კიდე რა ვიცი, ერთი ორი კაცი გამოჩნდა, მაგრამ ეს ეხლა იმ ფირდოუსის არ იყოს, გითხარით, მე ფირდოუს ვერცხლი რო გაუგზავნა შახმა, მკვდარი იყო უკვე, კაცო. ესე თუ ინერტულად მოვიქეცით, რომ მოვისმინეთ, ვისი ამოვნეთ, არ დავალაიქეთ, არ გავავრცელეთ, არ რა ქვია, გავამრავლეთ და ვინმეს არ ურჩიეთ, რომ აქ მოისმინოს კარგი ნაწარმოები, ასე არაფერი არ გამოვა, კაცო, არც სპონსორი გამოჩნდება, არც დამხმარე გამოჩნდება, არც წიგნების დამბეჭდავი არაფერი არ გამოვა, კაცო, ესე და მე ტყუილი წვალება გამომივა ისე, რომ 10 კაცს, ესე იგი, უყვები რაღაცას და ეს 10 კაცი მუდმივად ალაიქებს, ისმენს, დანარჩენი 390 მიდის და რა ვიცი, კაცმა არ იცი სიამოვნება მიიღეს თუ მაგინებენ. აი ეს ნორმალური დამოკიდებულება ამ წერლისა და პუბლიკის მხრიდან ურთიერთობაში უпроსტორად არ ამგონია ეს ნორმალური დამოკიდებულება იყოს. და რაც შეეხება ახლა იმას რითი მიამსგავსებთო თავს ერთმა მომწერა და კიდე აი საბოლოოდ უნდა გაგცეთ პასუხი. გი, გასაგებია, მწერალი მაშინ ქმნის ნაწარმოებს, როცა რაღაცით მიემსგავსება მთავარ პერსონაჟს, ან რომელიმე ერთ-ერთ, ან გმირს, ან რომელიმე მთავარ პერსონაჟს. რაღაცა ხასიათით, რაღაცით. აქ მე გითხარით, ესე იგი, იგნორი არის იყო საბჭოთა კავშირის ზემძლავრი იარაღი, ფსიქოლოგიური იარაღი, რომელსაც ხმარობდნენ ადამიანებზე, რომელიც უნდათ რომ გამოეთიშათ ამ ქვეყნიდან და არაადეკვატური გაეხადათ. ეს უკვე მეორედ გეუბნებით ამას. ამ იარაღმა რაღაცა დოზით ჩემს თავზეც გადაიარა. მე ძალიან ბევრი მაქვს ამასთან დაკავშირებით მოსაყოლი. ეს დღესაც არსებობს ეს იგნორი. ეს იგნორი არის, ეს იარაღი არის საშინელება, რომელსაც ადამიანი მიხავს არაადეკვატურ ქმედებამდე. მე სწორედ იმიტომ გამოვთქვი, რომ არც ერთმა ადამიანმა არ უნდა გამოიჩინოს სისუსტე და არაფერზე დამოკიდებული არ უნდა გახდეს, იმიტომ რომ რაღაცაში წარუმატებლობა ნახა. მე მთელი ცხოვრება ვიბრძოდი ხან მუშტით, ხან რა ვიცი, 1000 რამით, რომ მე წიგნები დამებეჭდა. და ყავასაც კი არა ვსვამ, არა თუ სიგარეტს, იმას, ასმელს, ეს ხო ზედმეტია, ეს ნარკოტიკის ცხოვრებაში არ გამისინჯია. განა ესეთი ნაწარმოებს შევქმნიდი და ამდენს, ანი მეცნიერულ ნაშრომებს შევქმნიდი, მე რომ რაღაცაზე ვყოფ, ყავასაც არა ვსვამ, მიაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ ყავაზე დამოკიდებულიც არ გავხდე.
დაავადმყოფი კაცი წამლებსაც კი არ უსვავდი, როდესაც ექიმები მინიშნავდნენ იმისათვის, ვეძებდი აგერ მთაში დავდიოდი და 1000 რაღაცა შევისწავლე იმისათვის, რომ იმ რაღაცეებით მე მემკურნა თავისთვის მიმეხე და დღემდე მომეღწია. კიდე გეუბნებით ხალხო, ვისაც მოგწონთ, გამოხატეთ, მე არა ვრთავ დანარჩენ იმებს, იმიტომ რომ ბოროტი ადამიანები შემოდიან და წერენ რაღაცა ჩემთვის მიუღებელ რაღაცებს, კაცო. ამიტომ მე ამას ვერ გავაკონტროლებ და ერთი მუდამ იქნება მზად, ღია, რომელშიც შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი დამოკიდებულება მწერლისა ან მწერალს თავი დავანებოთ, კაცო, ნაწარმოების მიმართ. ხო. შეკითხვა გექნებათ ტელეფონზე მომწერეთ, დახმარება და იქნება კიდე გეუბნებით, ნუ მომწერთ იქ იმაზე გვერდზე. იმიტომ რომ სიყვარულსაო, მალვა უნდა ვითაც ხენსა ნაპარავსაო, გასო თუ ესე იგი დახმარება გინდა, ვიღაცა შური აღეძრება, რომ აგე კაცკაცი ვიღაცა ეხმარებით, მომწერეთ ტელეფონზე, ტელეგრამიც არის მან და ისიც არის, რა ქვია, WhatsApp-იც არის და შეგიძლიათ რომ მომწეროთ ტელეფონზე, რომ მე აი ამაში გეხმარები, ანგარიშებიც ადევს იქ, აი სხვა როგორ გაგითხრათ, კაცო. რომ რაღაცა გავაკეთოთ ერისათვის, რომ რაღაც ცნობიერება ავამაღლოთ, კაცო, ერში და ვიფიქროთ, ესე იგი ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის გადარჩენისთვის, ეს სიძულვილი და ეს შევებრძოლოთ რაღაც ამ გარყვნილებას და მაიმუნობას, კაცო. ამაზე ვერანაირი მთავრობა ვერაფერს ვერ გაახერხებს. თუ ჩვენ საზოგადოებამ არ ვიბრძოლეთ თითოეულმა ჩვენგანმა, მე რაც შემეძლო და რაც შემიძლია გითხარით. მე არ შემიძლია წიგნების დაბეჭდა, იმიტომ რომ არა მაქვს იმდენი, მე მაქვს შემოსავალი იმდენი ესეც ჩემი მეგობრებისგან, რომ ვიარსებო. სხვა შემოსავალი მე არა მაქვს, რომ მე ხელი გავშალო და წავიდე წიგნები ვიბეჭდო და გავაჩუქო. აგერ დამიბეჭდა გარკვეული დროის წინ იმ კაცმა მეთქი გითხარით ის ვინც იყო, ვთქვი, გააჩუქეო, დღემდე ვაჩუქებ, პატარა წიგნები კიდე მაქვს. თუ ვინმეს გენდომებათ მომწერეთ, ჩამაწერიეთ მისამართი, გამოგიგზავნით, მეტი რა გაგითხრათ, კაცო. თუ შორს არ ახართ ძალიან. რავი, თუ გინდათ შორს იყავით, რა ვიცი, ხო არის რაღაცა ტურები და ისინი, კაცო. ეხლა დავიწყებ კითხვას, მაპატიეთ მე ამ ტონით რო ვლაპარაკობ, ჩათვალეთ რომ ჩემში აი ხანდახან შეიძლება გაუბრაზდე, მაგრამ სიძულვილი არ არსებობს რა და ეს დამოკიდებულება, მე რო ესეთი დამოკიდებულება მქონდეს ადამიანების მიმართ, მე ამ ყველაფერს ვერ შევქმნიდი. მოდით ახლა გავაგრძელოთ კითხვა. გავჩერდით იქ რომ ნინა დააჯილდოა იოსებ ბესარიონის ძემ. ხო. ახლა გავაგრძელოთ აქედან. ნინამ ღრმა დამოისუნთქა და კარადის იმ უჯრას გახედა, რომელშიც ხსენებული წერილი და ჯილდო ინახებოდა, რის შესახებ უშიშროების რამდენიმე მაღალი რანგის მოხელემ თუ იცოდა მხოლოდ. ასე განვლე ცხოვრება, ალექს, გაიფიქრა ნინამ. აქამდე ისე მოვედი, რომ შენი სიყვარული მინათებდა ამ გზის ყოველ კუნჭულს. არ ყოფილა წუთი და წამი, რომ შენ სახეზე არ ყოფილიყო მომართული ჩემი გონების თვალი. შენ მოგიძღვენი ჩემი სიცოცხლე და შენ სახელზე გავზარდე, ანტონი, შენს გამო გამოვიპარე სადაზვერო სკოლიდან, რისთვისაც ნამდვილი ჯოჯოხეთი გავიარე. მე ჩემი ბავშვური გონებით გავიფიქრე, რომ ასე აგაცილებდი დასჯას. ამრიგად ჩვენი აკრძალული სიყვარულის ტვირთი მხოლოდ მე ავიკიდე და კარიერის დასაწყისში ყველა სიმძიმე მოგხსენი. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ერთადერთი მართებული ნაბიჯი იყო ჩემგან, რადგან ანტონის გადავარჩინე და შენს წარმატებულ ცხოვრებასაც შინაგანად ვგრძნობდი. ერთი დიდი ოცნება მქონდა ჩემი მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ოდესმე ერთხელ მაინც შეგხვედროდი. და აი, ამდენი ხნის შემდეგ შენ დაგეგმე ანტონთან შეხვედრა, მაგრამ სრულებით არ გაგხსენებია ნინა, ის ნინა, რომელსაც შეეძლო ნებისმიერ დროს შენთვის თავი გაეწირა. ქალმა ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო. ცრემლიანი თვალები გამოიმშრალა და ცივი მზერა მოატარა თავის საძინებელ ოთახსა და წლების განმავლობაში ალექსიზე ფიქრში უამრავი ცრემლი ჰქონდა დაღვრილი. გამოდის, რომ შენ არასოდეს ყვარები ვარ და ჩემი შენდამი მოძღვნილი ცხოვრება ამაო ყოფილა თურმე. ოდესღაც შენი ბაგედან გამოსული სიტყვებით სრულყოფილა, რომელზეც ჩემი კარიერა გაუცვალე და დღეს იმ შესაძლებლობების მქონე ქალი, იმპერიის რომელიღაც ქვეყნის გადაკარგულ ქალაქში გარობოტებული ადამიანის სახით გავარსებობ. მქონე ქალი.
იმპერიის რომელიღაც ქვეყნის გადაკარგულ ქალაქში გარობოტებული ადამიანის სახით გავარსებობ. აფერუმ შენს ვაჟკაცობას, როგორ დააფასე ეს ყველაფერი. ნინა მაქსიმოვნამ შუბლი შეკრა და თავი დაიქნია. გასაგებია, რას ემსახურება შენი ეს ნაბიჯი. შენ იფიქრე, რომ ანტონს ჩემს გარეშე უფრო ადვილად დაარწმუნებდი სადაზვერვო სამსახურის უპირატესობაში. აქ საინტერესო მხოლოდ ერთი რამეა, ამას შენაკეთებ თუ დაგავალეს. რატომღაც მგონია, რომ ამ მასკარადის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ხარ, თორემ დაზვერვის მეძავს არ მიუგზავნიდი ჩემ შვილს. ამაში არ უნდა ვცდებოდე, მადლობა ღმერთს, რომ ამის შემოწმება შემიძლია. მე ვიზამი იმას, რომ ჯერ ჩემ ცხოვრებას გადავაფასებ, ხოლო მერე ანტონსაც დავავიწყებ შენს სახელს და არ მოგცემ უფლებას შვილი წამართვა. ნინა წამოდგა, ცარიელი კონვერტი სავარძელზე მოისროლა და კარადასთან მივიდა. იქ მალევე მოძებნა ერთი პატარა სურათი და ანტონის ოთახისაკენ გაემგზავრა. კარი რომ გამოაყო, ანტონი უკვე თვალებს იფშვნეთ და გაიღვიძე შვილო. კი დედა, საწოლზე წამოжდა ანტონი. აბა კარგად გამოფხიზლდი და ამ სურათს შეხედე. მართალია ახალგაზრდობის ფოტოა, მაგრამ სახის ნაკვთებს დააკვირდი. უთხრა ნინამ და შვილს სურათი გაუწოდა. ეს ვინ არის? იკითხა ანტონმა, სანამ ფოტოს დახედავდა. შენ ვის ამსგავსებ? კითხვა შეუბრუნა დედამ შვილს, რომელიც სიძველისაგან გაცრეცილ სურათს დიდი ინტერესით ჩაშტერებოდა. ამ კაცის სურათს შენთან რა უნდა? ეს ვადიმ გიორგევიჩია. ხომ არ ვცდები? წამოიძახა ანტონმა და დედას მიაჩერდა. ნინა მაქსიმოვნას სიმწრით გაეღიმა. შემდეგ შვილს ფოტოსურათი გამოართვა და თავის წინ მდგარ დაბალ მაგიდაზე დადო. არ ცდები შვილო, ეს ის ვადიმ გიორგევიჩია, რომელიც შენ ამ სახელით გაგეცნო, მაგრამ სინამდვილეში პატარა პაუზა გააკეთა ნინამ და ანტონის ინტერესით გადიდებულ თვალებს კიდევ ერთხელ დააკვირდა. რაჟამს კვლავ დარწმუნდა, რომ მისი ეს ნაბიჯი გამართლებული იყო შვილის უსაფრთხოების მიზნით, საუბარი განაგრძო. ვადიმ გიორგევიჩი იგივე ალექს სავიჩევია, მამა შენი. ბიჭს გაოცებისაგან რაღაცის სათქმელად ამოძრავებული ენა დაება და ის ღა მოახერხა, რომ ფეხზე წამოიჭრა. მჯდომარე დედას ოდნავ წინ გადახრილი თავს წამოადგა და საკმაოდ მაღალ ხმაზე ჰკითხა. ესე იგი შენ გინდა თქვა, რომ ვადიმ გიორგევიჩი მამა ჩემია? ვადიმ გიორგევიჩი არა შვილო, ალექს სავიჩევი. მშვიდად მიუგო ნინამ. კი ის კაცი, ვინც მე ფული გამომატანა, იმაზე გეუბნები. ხმის ტონი არ შეუცვლია ანტონს. სამწუხაროდ ის არის მამა შენი, რომელმაც სულ სპექტაკლში მთავარი როლი შეასრულა და ის მეძავი იმიტომ მოგიყვანა, რომ იმაზე გადართულიყავი და უცნაურად არ მოგჩვენებოდა მისი მოქმედებები. ამას მთლიანად ვერ ვირწმუნებდი სურათის წამოსაღებად, ციმბირის ერთ მიყრუებულ სოფელში მეორედ რომ არ ჩავსულიყავი. თქვა გაშმაგებულმა ნინამ და ისიც წამოდგა. კაციაზე თქმული სიტყვა მეძავი ანტონის უკვე მოშლილ გონებას ისეთი ძალით დაეჯახა, რომ ნამდვილი აფეთქება გამოიწვია მასში. მისმა აზროვნებამ აქ დაკარგა მიმართულება, მაგრამ სანამ ეს სიბრაზე ვულკანივით ამოიფრქვეოდა და მოქმედებაში ჰპოვებდა გზას, მანამდე ამუშავდა დედაშვილურ გრძნობაზე მიბმული ინსტინქტი, რომელმაც უმტკივნეულოდ შეაცვლევინა გეზი ალექს სავიჩევისკენ. მან დედას ვერ შეჰკადრა და მისთვის უცხო ქალის გამო ვერ შეედავა. სამაგიეროდ განწარებული დააცხრა მის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას. მთელი ბავშვობა ისე გავატარე, ვიცოდი რომ მამა არ მყავდა. სამშობლოსთვის თავგანწირული მშობლის შვილობა გულში მიამაყებოდა და მისი სახელი ჩემთვის მისაბაძი იყო. სწორედ ამ ნიშნით ვხვდებოდი ხშირად ადამიანების ყურადღების ცენტრში, რაც გარკვეულ უხერხულობასაც მიქმნიდა ხოლმე ზოგჯერ. ახლა კი გამოდის, რომ ხელოვნურად შექმნილი იმიჯით ვიწონებდი თურმე თავს. ოთახში მოსიარულე ანტონი შეჩერდა და მასზე მიჩერებულ დედას შეხედა. შენ რას მეტყვი? ასე გავაგრძელო ცხოვრება? კითხა ნახევრად ირონიული ტონით მშობელს და მის პასუხს დაელოდა. ეს ამბავი არც არავინ იცის და ვერც ვერასოდეს გაიგებს ვინმე. მშვიდად მიუგო ნინამ, რომელიც საკუთარი მეხსიერების საცავიდან რიგრიგობით ამოსული თავისი გარდასული ცხოვრების ეპიზოდების იგნორირებას ამაოდ ცდილობდა, რაც თავისთავად ხელს უშლიდა მის წინაშე წამოჭრილი საკითხების სწორად განსაზღვრაში. რას ქვია არავინ იცის და ვერავინ გაიგებს? მე ხომ ვიცი დედა, ეს არაფერს ნიშნავს? თითქმის შეჰყვირა ანტონმა, რის შემდეგ წამში მიხვდა, რომ დედას ასე არ უნდა მოქცეოდა. მან თავი დაღუნა, ოთახში სიარული გააგრძელა და შედარებით დაბალ ხმაზე განაგრძო, ოღონდ ემოციის თანხლებით. მამა, რომელიც სურათითაც კი არ
არასოდეს მინახავს და როგორც მიცვალებულს ისე ვიხსენებდი 18 წლის ასაკში შემხვდა არ გამიმხილა რომ მე მისი შვილი ვიყავი და მეტიც სადღაც აქუჩებულ მიწაყრილთან თავისი შესანდობარი დამალევინა მე არ ვიცი ეს რას ნიშნავს ან და ნორმალურია თუ არა მისი ქმედება იქნებ ჩემი გონება ვერ სვდება ცხოვრების ამ კანონზომიერებას და ეს ყველაფერი ასე უნდა იყოს თითქოს თავის თავს შეეკითხა ანტონი და ფანჯრიდან მოწმენდილზეცას გახედა და თუ ეს კანონზომიერია რატომ ხდება ის მხოლოდ ჩემს თავს ალბათ კიდევ გააგრძელებდა ასეთი კითხვების დასმას რომ არა ნინა რომელიც მას მიუახლოვდა და მხარზე ხელი მოხვია შვილო ანტონ ძლიერთა ხვედრი მძიმეა ხოლო ბედი მწარე ცხოვრება ასეთ ტვირთს მხოლოდ იმ ადამიანებს აკუთვნებს ვისაც მისი აწევა ძალუძს მესმის შენი პათოსი დედა შემოbrunდა ანტონი ცდილობ დამარწმუნო რომ ეს ყველაფერი ცოტა რბილ ფორმებში აღვიქვა მაგრამ როგორ მე ხომ ისეთ შემთხვევასთან მაქვს საქმე რომელიც დავიწყებას არასოდეს მიეცემა ისიც მესმის რომ ჩვენ აქ ახლა მამაჩემის ნამოქმედარის ჭეშმარიტ მიზანს ვერ ამოხსნით ამიტომ აღარ მინდა ამაზე საუბარი ვფიქრობ რომ დრო გამცემს პასუხს თქვა საკუთარ ბედზე გამწყრალმა ანტონმა და კვლავ ფანჯრისაკენ იბრუნა პირი ნინა მაქსიმოვნა აქ შეტორტმანდა ის მიხვდა რომ ანტონის აზროვნება ისეთი მიმართულებით არ წავიდა როგორც მოელოდა მას რატომღაც ეგონა რომ შვილი მამის მოქმედების გაკიცხვას გააგრძელებდა და ამ კუთხით წარიმართებოდა მათი მსჯელობა რის შემდგომ ნელ-ნელა ჩაიჭრებოდა მამისა და შვილს შორის სახელდახელოდ გაბმული ძაფი ანტონის ბოლო სიტყვებმა კი გენეტიკური კოდის სახით წარმოჩენილ იმ უხილავ ბარიერზე მიანიშნა, რომლის დაძლევისთვისაც 18 წლიანი დედაშვილური ურთიერთობა ნამდვილად არკმაროდა. ამიტომ მან თავის გონებაში უსწრაფესად ამოქმედა სათადარიგო გეგმა და ალექსავიჩევზე ირიბით დარტყმის განხორციელებას შეუდგა. ანტონ ერთი რამ მაინტერესებს მიმართა დედამ შვილს, რომლის გამჭორ მზერაშიც ძალიან ძნელად შეიმჩნეოდა უმცირესი დოზით წარმოდგენილი ირონია. ასეთი ღრმად მოაზროვნე გონებით და ასეთი ძვირფასი უნარებით შემკული, როგორ გაგაბრუა იმ ქალბატონმა, რომ შენთვის აბსოლუტურად უცხო გარემოში არ დაუკვირდივად იმ გიორგევიჩად წოდებულ მამაშენის მოქმედებებს, რომელიც დარწმუნებული ვარ თვალშისაცემი იქნებოდა? დროის იმ მონაკვეთში, სანამ ნინა სათადარიგო გეგმით მოქმედებას დაიწყებდა და ანტონის გონებაში იმ სადაზვერო ჯგუფის განადგურების მიზნით პირველ კითხვას დასვამდა, მანამდე ანტონს კაციას გამართლება იმ ეპიზოდში უკვე მოესწრო, როცა მან მამის შესახებ დაუმალა, რადგან ეს რომ გაემხილა, შეუძლებელი იქნებოდა ამის დაფარვა მისი მხრიდან. ქალბატონი არ არის დედა, ნაძალადევის სიმშვიდით მიუგო ბიჭმა, დედისკენ შემოbrunდა და თვალებში შეხედა, ის 22 წლის გოგონაა, ეს ერთი და მეორე. საინტერესო ის კი არ არის, რომ მე თუნდაც მისი უცნაური მოქმედების შედეგად მშობელი ვერ ამოვიცანი, ვისი სახეც არასოდეს მინახავს. საინტერესო უფრო ის არის, რა იცი შენ მამაჩემის შესახებ, ვინ არის და რა პროფესიისაა იგი, ამის თაობაზე შენ ჩემთვის არასოდეს გითქვამს და ახლა მინდა გკითხო, რას წარმოადგენს ალექსავიჩევი? ნინა ბერდიევა საუბრის ასეთ გაგრძელებას ნამდვილად არ ელოდა. მით უმეტეს ასეთ კითხვას, რომელმაც თითქოს წამიერად გამოთიშა, მაგრამ სწრაფად მოეგო გონს, შვილის სახეს კარგად დააკვირდა და უცბად გაიაზრა ის, რომ ანტონს არანაირი გზით არ შეიძლებოდა სცოდნოდა მამის პროფესიის შესახებ, ამიტომ კითხვაზე საკმაოდ მშვიდად უპასუხა. როცა მე მასთან ურთიერთობა მქონდა, ის ჯერ სწავლობდა და საიდან უნდა ვიცოდე რა გზა აირჩია? კარგი, შესაძლებელია ეს არ იცი, მაგრამ იმაში რა გიშლიდა ხელს 18 წლის ასაკში ჯარში წასვლამდე მაინც გეჩვენებინა მამაჩემის სურათი, როგორ თუ ახლა ამდენი ალიაქოთის შემდეგ გამოიღე ეგ დამალული ფოტო, ამის ქმნა 2 თვის წინ არ შეგეძლო? თუ ეს ამბავი უნდა მომხდარიყო, რომ მშობელი მამის სახის ნახვა შემძლებოდა? ნინას მთლიანად გადაეკეტა აზროვნება, რის გამოც საშინელმა შინაგანმა კანკალმა აიტანა მისი ასეთი უცნაური გამოთიშვით ისარგებლა ანტონმა და ორივე მშობლის მიმართ ულმობელი დასკვნა რიხიანი ხმით წარმოთქვა. ცხოვრებაში ალბათ ერთხელ შემხვდა მამაჩემი, კაცად არ მცნო და არ გამიმხილა, რომ მე მისი შვილი ვიყავი. შენ კი 18 წელია მიყურებ და არც შენ გიცნი ვარ სრულყოფილ ადამიანად, რადგან ელემენტარული ჩემთვის საინტერესო რამ დამიმალე. სამაგიეროდ არსებობენ სხვები, რომლებსაც შეუძლიათ ჩემი სწორად შეფასება. ანტონ მასკამი
სკამზე მიფენილ თხელ ქურტუქს ხელი წამოავლო. ერთხელ კიდევ შეხედა ოთახში ძეგლივით გაშეშებულ დედას, რომელსაც სრემლით ამოვსებული თვალები ერთ წერტილზე გაშტერებოდა და გარეთ გავარდა. დარჩა ნინა ოთახში მარტო, რომელიც კარის გაჯახუნების ხმაზეღა გამოერკვა. ის ნელ-ნელა ფეხის ათრევით მივიდა სავარძლამდე, რომელზეც მოწყვეტით მიეგდო და ქვითინი აუვარდა. პირველად ტიროდა ნინა ასე მოთქმით და პირველად არ ჰქონდა სრულად გასიგრძე განებული თუ რა ხდებოდა მის თავს. ის ყოველთვის ზედმიწევნით აკონტროლებდა საკუთარი ცხოვრების გარშემო ყველა მნიშვნელოვან მოვლენას. მის გონებაში ერთი მის ხალითაც კი არასოდეს აწეულა ნერვული ტემპერატურა, რადგან მისი მუდმივი თანამგზავრის ფუნქცია მისსავე პრაგმატულ აზროვნებას ჰქონდა აღებული. რამდენიმე წუთის შემდეგ ნინამ ქვითინი შეწყვიტა და ცრემლიანი თვალები საბოლოოდ შეიმშრალა. ოთახში სიჩუმე ჩგამებდა, რომელსაც უწინდელივით და მამშვიდებელი ეფექტი აღარ მოუტანია მისთვის. ოდესღაც სწორედ ასეთ სიმყუდროვეში ეძებდა ცხოვრებისეული ლაბირინთებიდან გამოსავალ გზებს და ასეთ განმარტოებას მოჰქონდა მისთვის შვება, რადგან რაიმე რთული საკითხის გადაწყვეტის შემდეგ მისი ფიქრები თავის ოცნებაში წარმოდგენილი ბედნიერების ბილიკებს უჩუმრად მიუყვებოდა ხოლმე. მსგავს სიტუაციაში ოთახში შუქჩამ ქრალში მჯდომს მომღიმარ სახეზე ხან ღამეც კი დასთენებია, მაგრამ მაინც კმაყოფილი წამომდგარა იმ მიზნით, რომ ეს ოცნება რაიმე ფორმით აუცილებლად აცხადდებოდა ოდესმე. დიახ, მასაც ჰქონდა თავისი შეხედულება ბედნიერ ცხოვრებაზე, რაც თვისობრივად ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა წესს და რასაც ვერავის უმხელდა, რადგან საკუთარი მდგომარეობა ყოველ წამს მიანიშნებდა, რომ მის წინაშე ყველა ადამიანი პოტენციური გამცემი იყო. ასეთ ვითარებაში, როცა ყველაფერს გულში იმარხავ და ერთი მესაიდუმლეც კი არ გყავს, დრო და დრო მაინც რომ განიმუხტო გონება, ამხელა სიმძიმის ტარება აუცილებლად გადაგალის და რაღაც მომენტში აზროვნება ჩვეული პრინციპით ვეღარ მოგემსახურება, რაც ნაადრევი სიბერის უტყუარი ნიშანია. ძალიან ძნელია ეს ყველაფერი დაუკავშირო სავარძელში მჯდარი მქალბატონს, რომელიც თუნდაც თავისი გარეგნული მონაცემებით კლდეში გამოკვეთილ საომრად შემართულ მებრძოლს მოგაგონებთ. მის გამჭოლ მზერას თუ შეხედავთ, რომლისთვისაც თითქმის შეუძლებელია თვალის გასწორება, მეტად რთული იქნება მასში ნაადრევი სიბერის ნიშნების პოვნა. არადა ფაქტია, რომ 35 წლის ნინა ბერდიევა დამარცხდა. მისი შეუპოვარი სახის გამომეტყველება ნელ-ნელა შეუმჩნევლად იცვლება და მარცხის აღიარების იერის მისაღებად მიმიკების მტკივნეულ ცვლილებას იძულებით ეგუება. მან მთლიანად დაკარგა ფიქრის უნარი. მის მეხსიერებაში უეცრად გაქრა წლებით ნაოცნებარი და გონებაში ლამაზად წარმოდგენილი მომავალი, რომელიც ისედაც ძალზე მოკრძალებულად გამოიყურებოდა. ის მთელი ცხოვრება ელოდა თავის პირველ და უკანასკნელ სიყვარულს, ალექს სავიჩევს და არ იყო დღე, რომ ნინას ცოტახნით მაინც არ ეპოვნა დრო, რომელსაც სიამოვნებით უძღვნიდა ამაზე ოცნებას. მეორე ეს იყო ანტონი, რომლის ბედის განსაზღვრავს თავად ცდილობდა და სურდა, რომ რასაც თვითონ ვერ ეზიარა, ნაკლებად დამოკიდებულ და მშვიდ ცხოვრებას მისთვის შეექმნა, რამე თუ ის იყო ერთადერთი მოკიაფე ვარსკვლავი, რომელიც მის აზროვნებას გზას უნათებდა. წარმოვიდგინოთ ამ ყველაფერზე ფიქრი, რომელსაც ემატებოდა მნიშვნელოვანი სახელმწიფო საკითხების დროულად გადაწყვეტა და პლუს ამას მიგზავნილი და ჩასაფრებული ადამიანების გაშიფრვა. ერთი ადამიანისთვის, თანაც მარტო სულისთვის ძალიან მძიმეა. ნინა ბერდიევა თავისი მონაცემებით მართალია საგრძნობლად უსწრებდა იმ საზოგადოებას, რომელშიც ის ცხოვრობდა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ისიც ჩვეულებრივი მოკვდავია და არ არის მანქანა. მიუხედავად ყველაფერ ამისა, ის მაინც დიდხანს გაართმევდა თავს ასეთ რეჟიმს, რომ არა ალექსის ამ ფორმით გამოჩენა. ამან დააბნია ნინა და წლებით ნაშენები ოცნების კოშკი ერთი ხელის მოსმით დაუნგრია გონებაში. ამ ურთულეს დარტყმას გადაიტანდა და კიდევ დაუბრუნდებოდა ჩვეულებრივ აზროვნებას. მეორე ოცნების ციტადელს რომ
არ შეხებოდა დაზვერვის ეს უცნაური მოქმედება, რაშიც ერთადერთი გვერდით მყოფი საყვარელი ადამიანის შვილის დაკარგვის საფრთხე იგრძნო. სწორედ აქ უტყუნა ნინას დაქანცულმა გონებამ, რომელმაც თავის დაუნებურად საკუთარ წიაღში გაბატონებული დიადი აზროვნება დედური ინსტინქტით ჩაანაცვლა. ამის შემდეგ, როცა ანტონმა კაციას მიმართ დამოკიდებულება გამოამჟღავნა, ნინას თავისი სიყვარულიდან გამომდინარე რომ ეფიქრა და ამოეცნო შვილის გრძნობა, კიდევ რჩებოდა შანსი შეცდომის თავიდან აცილებისა, მაგრამ როგორც ჩანს, დედურმა ინსტინქტმა ვერ იტვირთა აზროვნების ფუნქცია და ბერდიევას სულში მანამდე განუცდელმა პროფესიული შურის გრძნობამ ადვილად შეაღწია, რამაც ნინას გონების საბოლოო პარალიზება გამოიწვია. დიახ, ეს იყო ბოლო წერტილი, რადგან მან იფიქრა, რომ დაზვერვამ სწორედ ამ ქალის საშუალებით იმოქმედა ანტონზე. ვნახოთ, რამდენად იქონიებს გავლენას ეს შეცდომა დედა-შვილის მომავალ ცხოვრებაზე. გავიდა 3 დღე. ამ ხნის განმავლობაში ანტონი არ გამოჩენილა და არ შეუტყობინებია დედისთვის სად იმყოფებოდა. იმ ზედაპირული ფიქრით, რომ მეგობრებში გაერთობოდა და დარს გაიქარებდა, არც ნინას მოუძებნია შვილი. 2 ღამე ისე გათენდა, რომ ბერდიევა დასაძინებლად არ დაწოლილა. მან თითქმის ფეხზე გაატარა ეს დრო, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ როცა ძილი ძალიან მოერეოდა, პატარ-პატარა ინტერვალებით თვლემდა სავარძელში. ის აღარაფერს ფიქრობდა, რადგან არაფრის განჯის უნარი აღარ ჰქონდა. აღარც ანტონის სახლში დაბრუნების მოლოდინი აწუხებდა. უბრალოდ იჯდა და საკუთარ ბედს დასწიროდა. ასეთ ვითარებაში დაღამდა მესამე დღე. გვიან საღამოს ანტონი დაბრუნდა. მას კარებში უილაჯოდ შეეგება დედა და უგონოდ მთვრალი საწოლამდე ძლივს მიიყვანა. მათ შორის არავითარი დიალოგი არ გამართულა. მხოლოდ ერთხელ ნახევრად ირონიული ტონით ამოილუღლუღა ანტონმა: "მაპატიე ნინა მაქსიმოვნა, რომ ჩემი ადგილს ამყოფელი ვერ შეგატყობინეო." შემდეგ საწოლში კედლისაკენ იბრუნა პირი და მალევე ჩაეძინა. იმ ღამემაც ისე ჩაიარა ნინასთვის, როგორც წინა 2 დღემ, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ახლა მარტო მთვრალი ანტონი ჰყავდა გონებაში წარმოდგენილი. მას თავისი შვილი ასეთი არასოდეს უნახავს და ამაზე ფიქრმა ცოტა გამოაფხიზლა დედის გონება. თითქოს რაღაც შიშმაც აიტანა მისი გული, რადგან მას სიმთვრალე და სასმელი პრობლემების გადაჭრის გზად არასოდეს მიაჩნდა. ნინა უფრო პირიქით ფიქრობდა და სწორედ ეს იყო მისი შიშის საფუძველი. დილის 5 საათი სრულდებოდა. სავარძელში ფეხმორთმით მჯდარი ნინა ბერდიევა გონებაში უკანასკნელად სჯიდა იმ მკაცრ ფორმას, რომლითაც ანტონი უნდა შეეჩვენებინა გაღვიძების და გამოფხიზლებისთანავე, რომ ამ დროს სადარბაზოს პირველი სართულიდან მძიმე ნაბიჯების ხმა შემოესმა. ეჭვი არ იყო, რომ რამდენიმე ჩექმიანი ადამიანი სადარბაზოს კიბეს მაღლა მოუყვებოდა. ნინა ინსტინქტურად წამოხდა. ხალათი შეისწორა და მთელი ყურადღება ამ ხმისკენ გადაიტანა. მისი გული გამალებით ფეთქავდა და წამიწამზე ელოდა კარზე ისეთ ბრახუნს, რომლის უფლებაც მხოლოდ უშიშროების და პოლიციის ორგანოებს ჰქონდათ. ეს ვარაუდი გამართლდა. ფეხის ხმა მათ კართან შეწყდა, რასაც მოჰყვა ის ავის მომასწავებელი ბრახუნი. "გამარჯობა ნინა მაქსიმოვნა." კარის გამოხსნისთანავე სერიოზული სახით თავი დაუკრა 4 მამაკაციდან ერთმა. "ანტონთან გვაქვს საქმე და თუ შეიძლება შემოგვიშვით", თქვა და ისე გადააბიჯა კარის ზღურბს, რომ მასპინძლის მიპატიჟებას არ დალოდებია. "საით არის ბიჭი?" იკითხა ისევ მან. ნინამ ანტონის ოთახის კარი თავად შეხსნა და პირველი თვითონ შევიდა. ანტონი საწოლზე იდაღოზე წამოწოლილი იყო და მეორე ხელით თვალებს იფშვნებდა. "ანტონს ავიჩევ, ჩაიცვით და გამოვყევით", მიმართა მაიორის ფორმაში გამოწყობილმა ჩეკისტმა. "რა მოხდა?" იკითხა ნინა ბერდიევამ, რომელმაც ჯერ მაიორს შეხედა და შემდეგ ანტონზე გადაიტანა მზერა. "ნინა მაქსიმოვნა, ალბათ არის რაღაც გასარკვევი, მე არაფერი ვიცი", მოკლედ მოუჭრა მაიორმა და კედელთან მდგარი გაჭიმულ ფორმაში დაელოდა ანტონის ჩაცმას. "შენც ვერაფერს მეტყვი, შვილო?" უთხრა ალერსიანი ხმით ნინამ. საწოლზე წამომჯდარმა ანტონმა, რომელიც უკვე ფეხსაცმელებს იკრავდა, დედას ახედა. მის თვალებში ძალიან დიდი სევდა იყო. შემდეგ ნელი მოძრაობით თავი დახარა და თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა. "ვერაფერს გეტყვი, არაფერი ვიცი." ანტონის სახლიდან გაიყვანეს. ნინამ ლაბადა მოისხა და მათ უკან მიჰყვა. სანამ მის შვილს სამხედრო ვილისში ჩასვავდნენ, დედამ მიაძახა: "ნუ გეშინი ანტონ, ალბათ რაღაც გაუგებრობაა, ყველაფერს გავარკვევ, გამხნევდი." ანტონს თითქოს არც გაუგია დედის ხმა
დასაკლავად გამზადებული ცხვარივით მიჰყვებოდა უშიშროების თანამშრომლებს, რომელთა მოთხოვნაც უსიტყვოდ შეასრულა და თავდაღუნული შევიდა მანქანაში. 1 საათის შემდეგ ნინა ბერდიევამ შეიტყო, რომ მისი შვილი დედაქალაქში გადაიყვანეს, რომლის კვალსაც მაშინვე დაადგა. თბილისი, უშიშროების მთავარი სამმართველოს შენობა, მის უზღარმაჟარ ჭიშკართან მდგარი რამდენიმე უტყვად ქცეული გუშაგი და შიგნით ძნელად შესამჩნევი გზა. შიგნით ძნელად შესახწევი გზა. აი რა დახვდა ნინას დედაქალაქში, სადაც რამდენიმე დღიანი მისვლა-მოსვლების მერე ძლივს გაარკვია, რომ ანტონი მოსკოვში გადაიყვანეს. ამ ინფორმაციამ, რომელიც მეხივით დაატყდა თავს, ყველაზე ძლიერ შეატორტმანა მისი ფოლადივით ნაწრთობის სხეული, მაგრამ უმალ მოეგო გონს და კბილებიდან გამოსცრა. მოსკოვი. ორდღენახევრიანი მომხანცველი მგზავრობის შემდეგ მატარებელი საბჭოთა კავშირის დედაქალაქში ჩავიდა. ანტონმა პატიმრებისთვის განკუთვნილი ვაგონით იმგზავრა, სადაც ერთ ძალიან პატარა ოთახში იყო ჩაკეტილი. როგორც პატიმარი, ისე გაჰყავდათ დანიშნულ დროს ტუალეტში და საჭმელზეც კარზე დატანებული სარკმელის მეშვეობით აწვდიდნენ. ის გამუდმებით ფიქრობდა, მაგრამ დასკვნებს ჯერ არ აკეთებდა, რადგან სურდა ბოლომდე გაეგო რა ხდებოდა საერთოდ მის გარშემო. მატარებელი მანქანამ შეცვალა და ღამის პირველ საათზე ანტონი იმ სამხედრო ნაწილში მიიყვანეს, სადაც მან დაახლოებით 1 თვის წინ ფისი მიიღო. ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე ორმა დაბალი ჩინის ოფიცერმა ერთ-ერთ ოთახში მჯდომ ვიცე-პოლკოვნიკს სამხედრო მისალმების შემდეგ ანტონ სავიჩევი წარუდგინა. მცირეოდენი საბუთების გაფორმების დამთავრებისთანავე, რომელიც ჯარისკაცის ნაწილში დაბრუნების ფაქტს ადასტურებდა, კომენდატურის ოფიცრები წავიდნენ. ოთახში დარჩენ კომენდატურის ოფიცრები წავიდნენ. ოთახში დარჩნენ მხრებში აბუზული და თავშაქინდრული ახალწეული და პოლკის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, რომელმაც ფურცლები უჯრაში შეინახა და ფეხზე წამოიჭრა. ჯარისკაცო, სორდი, სმენა! დაიღრიალა და თავისი მაგიდის გვერდით დადგა. დაქანცული ანტონი ძლივს, მაგრამ სწრაფად გასწორდა წელში და თავი მაღლა ასწია. რიგითო სავიჩევ, მიმართა მკაცრი ტონით ვიცე-პოლკოვნიკმა. აქედან რომ გახვალ, მოგცემენ სამხედრო ფორმას და მიგაცილებენ შენთვის განკუთვნილ საწოლამდე. შენ 2 კვირის განმავლობაში იყავი აქ და შესანიშნავად იცი დღის რეჟიმის და წესებიც. მინდა შეგახსენო, რომ ბრძანებებს დაემორჩილები უსიტყვოდ და არ დასვა მკითხვებს. რაიმე წესის დარღვევის შემთხვევაში დაისჯები შესაბამისი ფორმით, რადგან დაიმახსოვრე ჩემი ბოლო სიტყვა, კითხვებს არ დასვამ და დაემორჩილები ბრძანებებს. გასაგებია ამხანაგო ვიცე-პოლკოვნიკო, მიუგო ძალამოკლებილმა ანტონმა. თავისუფალი ხარ, ჩაილაპარაკა პოლკის უფროსის მოადგილემ, მაგიდაზე ღილაკს დასვდა და ჩასძახა. გაიყვანეთ. რის შემდეგ ოთახში კარი ფრთხილად შემოხსნა ერთმა კაპიტანმა და ხელის მოძრაობით ახალწეულს ანიშნა, რომ მას გახოლოდა. კორიდორში მიმავალ ჯარისკაცს ანაზდეულად გაექცა თვალი ერთ-ერთი კაბინეტის კარის გვერდით მიკრულ ტრაფარეტისკენ, რომელზეც ეწერა პოლკის უფროსის მოადგილე პოლიტიკურ დარგში, პოლკოვნიკი ალექსანდრე ივანესძე ვოლკოვი. დასრულდა ტანჯვის სამდღიანი გზა, როცა სავიჩევი ისე თუ ასე ნორმალურ საჭრელში ჩაწვა, შვება მაშინღა იგრძნო. მიუხედავად ასეთ დაღლილობისა, გრძნობდა, რომ მალე ვერ შეძლებდა დაძინებას, რადგან საფიქრალი ჰქონდა დიდი და ის არ მისცემდა ამის საშუალებას. ყაზარმაში ჯარისკაცებს ეძინათ. შემოსასვლელ კუთხეში მაგიდასთან მორიგე სერჟანტი იჯდა და მკრთალი აბაჟურის შუქზე რაღაცას კითხულობდა. ანტონს კი თავქვეშხელები ამოედო. ჭერისთვის მიეპყრო მზერა და ფიქს მისცემოდა. არავითარი აზრი, არავითარი მინიშნება მის თავში არ შემოდიოდა და პატარ-პატარა უაზრო ვერსიებზე ჩამოღაუჭებული გამუდმებით ერთ წრეზე ტრიალებდა, რაც საბოლოო ჯამში ბურანში ახლოვდა მის ისედაც გადაღლილ გონებას. ეს კი უკვე ის ლაბირინთი იყო, რომლისგან თავის დაღწევაც გარეშე ფაქტორების დაუხმარებლად პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთად დაველოდოთ დილას და ხსენებულ გარეშე ფაქტორებს. ვნახოთ უფრო გაართულებს ამ ცხოვრებისეულ ლაბირინთს თუ პირიქით. მკვდარივით ჩაძინებულ ანტონს დილის 6 საათზე ყაზარმაში შემოსული ოფიცრის გამყივანი ხმა ჩაესმა. ადექით. ამ შეძახილს ჯარისკაცების ხმაურიანი ფაციფუცი მოჰყვა, რომელიც 2 წუთის შემდეგ ტანზევით შიშველი ბიჭების ყაზარმიდან გარეთ გავარდნისთანავე მიწყმარდა. მათ შორის იყო ანტონიც, რომელსაც მათგან განსხვავებით დილის ვარჯიშების შესრულებისას მონდომება არ ემჩნეოდა. ოფიცერმა ამისათვის
შენიშვნა მისცა და ის იძულებული შეიქმნა დაშეტილ სხეულში ძალები კიდევ მოეძებნა. 1 საათის შემდეგ ვარჯიში დამთავრდა და 20 კაციანი ჯგუფი, სადაც სავიჩევი ირიცხებოდა, თავიანთი უშუალო უფროსის ლეიტენანტ გაგარინის წინამძღოლობით პირსაბანისკენ დაიძრა. ანტონმა სადა გამოლაპარაკებოდა იმ ბიჭებს, რომლებიც აქ ჩამოსვლის პირველივე დღეს გაიცნო, მაგრამ არც ერთმა მას ხმა არ გასცა. ანტონი ცოტა არ იყოს დაიბნა, მაგრამ ჩათვალა, რომ შეიძლება მისთვის უცნობ შინაგან აწესთან ჰქონდა საქმე, რომელსაც ჯერ თავად არ იცნობდა. როდესაც პირსაბანში შევიდნენ და ჯარისკაცებმა ერთმანეთთან ლაპარაკი გააბეს, მან კიდევ ერთხელ სცადა ძველ ნაცნობებთან გამომცნაურება, მაგრამ კვლავ არავინ გასცა ხმა. მეტიც, ისე იბრუნეს ჯარისკაცებმა მისგან პირი და ისე უჩვენეს მას ზურგი, რომ თითქოს ის იქ საერთოდ არ არსებობდა. ეს კი უკვე გაუგებარი აღმოჩნდა. ანტონ სავიჩევისთვის და ცოტა ხნით სიჩუმისა და დაკვირვების რეჟიმზე გადაიყვანა საკუთარი თავი. სპეცდანიშნულების პოლკის წევრები მოწესრიგდნენ და საქმეზე საუზმეზე წასასვლელად გაემზადნენ. 3-4 კაცი ჯგუფ-ჯგუფად დამდგარიყვნენ და მუსაიფობდნენ. ზოგი თავის ცხოვრების ეპიზოდებს იხსენებდა და ზოგი ანეკდოტს ყვებოდა და ასე ამხიარულებდა თავის თანაპოლკელებს, მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ ვერც ერთი მათგანი ვერ ამჩნევდა ამ უკან მიბრუნებულ ახალ წევრს, რომელთანაც 2 კვირის მანძილზე ისეთივე ურთიერთობა ჰქონდათ, როგორც ახლა ერთმანეთთან. ეს ყოველი ვერას ნიშნავს, კითხა საკუთარ თავს, მაგრამ ვერანაირი პასუხი ვერ მიიღო. ცოტა ხანში მის გონებაში წარმოიშვა ის ასეთი კითხვა, რა ხდება? ეს ორი სიტყვა პერიოდულად ძალიან პატარა ინტერვალებით მუდმივად თავში ახსენებს ანტონს და მალე ქრონიკული სენივით მოედება მის აზროვნებას. ამ გაურკვეველ მდგომარეობას და მისგან ნაშობ ამ უპასუხო კითხვას ჰქვია საბჭოთა უშიშროების ფსიქოლოგიური იარაღი, რომელსაც კომუნისტური სისტემა წარმატებით იყენებდა დაუმორჩილებელი ინტელექტუალების წინააღმდეგ. დასჯის ეს ფორმა თითქმის ყველა შემთხვევაში იწვევდა ადამიანის გონებრივი დეგრადაციის პროცესის დაწყებას, რაც ეტაპობრივად აუარესებდა რეალობის ჭეშმარიტი აღქმის უნარს. საბოლოოდ ეს მჟღავნდებოდა პიროვნების არაადეკვატურ ქმედებაში, რომელიც უკვე თავისთავად ახდენდა მის იზოლაციას საზოგადოებისგან. აი ასე გამოიყურებოდა საბჭოთა ფსიქოლოგიური იარაღის ერთ-ერთი ტიპი, რომლის გამოცდაც სწორედ ახლა მიმდინარეობდა მოაზროვნე ახალგაზრდა ჯარისკაცზე. განაჩენი სასტიკი იყო. მისი გვერდით ყოველდღიურად ტრიალებდა 1000-მდე ადამიანი და არც ერთი მათგანი მას არ ეკონტაქტებოდა, რადგან ის უბრალოდ იგნორირებული იყო. შუადღემდე თეორიული პრაქტიკული სამხედრო სწავლება და დღის მეორე ნახევარში 3 საათიანი ფიზიკური ვარჯიში. ეს არის ჯარისკაცის ყოველდღიური რეჟიმის ძირითადი ნაწილი. შუალედებში მათ აქვს დრო გაეცნონ პრესას, უყურონ ტელევიზორს, ან თუნდაც დაისვენონ. აქაც პატარ-პატარა ჯგუფებად გვევლინებიან ჯარისკაცები და დასვენების ამ ოქროს წუთებს ყველა თავისებურად იყენებს, ხოლო ანტონია მარტო მიმდგარი სადღაც კედელთან და ჩაფიქრებული აკვირდება მათ. დაღამდა. ვარჯიშს იმდენად არ დაუღლია სავიჩევი, მას ფიქრზე დამყნობილმა ნერვიულობამ უფრო წაართვა ძალები. ამის გამო მან დიდხანს ვერ მოხვუჭა თვალი და ადგომამდე 1 საათით ადრე ჩათვლიმა. როგორ არ იმტრია თავი, მაგრამ ვერანაირ ხელჩასაწისს ვერ მიაგნო თავისი მდგომარეობის ასახსნელად. ოფიცერმა გამთენიისას რომ დაიღრიალა ყაზარმაში და ჯარისკაცებს ადგომა უბრძანა, ანტონმა ძლივს ასწია დამძიმებული თავი. მეორე დღეც ჩვეულებრივად ჩაივლიდა ანტონისთვის, რომ არა ერთი შემთხვევა, როდესაც თავად შექმნა. ის შორიახლო დახვებოდა იმ ჯარისკაცს, რომელთანაც სხვებზე ახლო ურთიერთობა ჰქონდა და როდესაც ისინი ცოტა მოშორებით იყვნენ სხვებისგან, ჩუმად კითხა, რატომ არ მელაპარაკებით? როცა ამ ნაცნობმა უსიტყვოდ ზურგი შეაქცია, ანტონმა დაკარგა აზროვნების მიმართულება და მოშორებით მდგარ ოფიცერს მიეჭრა. იქნებ თქვენ ამიხსნათ ეს ყოველივე ამხანაგო ლეიტენანტო, რას ნიშნავს ის, რომ მე ხმას არავინ მცემს? ოფიცერმა მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა. შემდეგ შებრუნდა და ანტონს რამდენიმე ნაბიჯით გაეცალა. სავიჩევის ნერვებს ცეცხლი მოედო და უკან მიჰყვა მას. თქვენ რაღა დაგემართათ? ოფიცერმა კიდევ სცადა გადაადგილება, რომ ანტონმა მას მკლავში ხელი წაავლო და შემოაბრუნა. ეს ქმედება ანტონს სველი სარდაფის ერთ პატარა ოთახში ერთდღიან გამოკეტვად დაუჯდა, სადაც არ იყო არც სკამი და არც საწოლი. სამაგიეროდ ფეხზე დგომისთვის განწირული კოჭებამდე წყალში იდგა და აი აქ ასეთ სიტუაციაში მისმა გონებამ გაათმაგებული ძალებით დაიწყო მუშაობა, მაგრამ სასურველი შედეგი ამოეხსნა საკუთარი მდგომარეობის მიზეზი
მაინც ვერ მიიღო. თუმცა ერთი მეტად მნიშვნელოვანი დეტალი ამოუტივტივდა მას თავში. გაახსენდა აქ ჩამოსვლის ღამე და ვიცე-პოლკოვნიკის უკანასკნელი სიტყვები. კითხვებს არ დასვამ და დაემორჩილები ბრძანებებს. ეს ერთი წინადადება ანტონის დარიაზროვნების კაცისთვის გადამუშავებას აღარ ექვემდებარებოდა, რადგან მისთვის უკვე ნათელი იყო, რომ მასზე მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური წნეხი. ამასთან ისიც გაიაზრა, რომ ამ სიტუაციაში სანამ რაიმე ნიშანი თვითონ არ ამოტივტივდებოდა, მანამდე ვერაფრით დაადგენდა ამის მიზეზს, ამიტომ გადაწყვიტა დამორჩილებოდა ბედს და ეზრუნა მასთან შეგუებაზე. სავიჩევმა ფიქრი მიატოვა და რეალობის აღქმას შეუდგა. მართალია მას შექმები ეცოდა, წყალი შიგნით ვერ აღწევდა, მაგრამ ფეხების შეცივება ახლა იგრძნო. ჯარისკაცს შეაკანკალა და აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა. ოთახში ძალიან ბნელოდა, მაგრამ კარში დარჩენილი პატარა ղრიჭოდან შორიდან მოსული ძალადაკარგული ნათელი აღწევდა, რომელიც სიბნელეში უკვე თვალმიჩვეულ ადამიანს 2 მეტრიან სივრცეში გადაადგილების საშუალებას აძლევდა. სამარისებური სიჩუმე ანტონს ერთგვარი ვაკუუმისკენ ეკაჩებოდა, მაგრამ მჭერიდან პერიოდულად მოწყვეტილი წყლის წვეთი, რომელიც იატაკზე მდგარ აშმორებულ სითხეს ტკაპუნით ეცემოდა, რაღაცის მოძრაობაზე, ესე იგი, სიცოცხლის არსებობაზე მიანიშნებდა. სარდაფში აუტანელი სუნი იდგა. ჩანდა, რომ აქ გამომწყდეული დასჯილი ჯარისკაცებისთვის ამ ოთახს ტუალეტის ფუნქციაც ჰქონდა. სავიჩევი ფეხმონაცვლეობით ამაოდ შეეცადა მშრალი ადგილის პონას, რომ ამ დროს უეცრად უსწორმასწორო აგურის ნატეხს დააბიჯდა და წაბორძიკებული ინსტინქტურად წინ წამოწეული ხელებით ისეთი ძალით მიენერცხა სველ კედელს, იქიდან ჩამოშლილი ნაწილებით გაფრუნით ჩაცვიდა წყალში. მოძრაობას აზრი არ ჰქონდა, რადგან რაც უფრო ირეოდა იატაკზე მდგარი მასა, მით უფრო სიმყრალეს გამოსცემდა. ჭკვიანი კაცისთვის აქ მხოლოდ ერთი გამოსავალი იყო, მდგარიყო ადგილზე და დროდადრო ეცვალა მოსახერხებელი პოზა, რათა ნაკლებად დამღლელი ყოფილიყო მისი სხეულისთვის უძრავი მდგომარეობა. აქ დავამთავროთ, ყველას მადლობას გიხდით მოსმენისთვის და კიდევ და კიდევ გეტყვით. იფიქრეთ იმაზე, რაც მე ვთქვი, მე ბევრჯერ ვეღარ გავიმეორებ. იცით რა, ფილოსოფიის მამა სოკრატე როდესაც კვდებოდა, ცოლმა ჩასძახა ერთხელ იმ დროს სიკვდილის წინ, რომ სოკრატ, მითხარი რამეო. სოკრატემ ამოხედა და უთხრა, იმაზე მეც მე ვეღარაფერს გეტყვი, რაც მე მთელი ცხოვრება გელაპარაკეო. იცით რა არის? ბევრი ლაპარაკიც არ ვარგა და არც ისეთი ქმედება ვარგა, მიყურის ზირება, ყველაფრის და გულგრილობა ადამიანის მხრიდან. როდესაც ერთი ადამიანი მეორეზე ფიქრობს, მეორემაც შეიძლება ნაკლები დოზით, მაგრამ მაინც იფიქროს მასზე. ეს არის მთელი ჩვენი ცხოვრება და სიცოცხლე. ნახვამდის.